მასწავლებელო მაქვს დღეს ტესტი გვაქვს? არა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილის თემა გვაქვს. რატომ მჭირდებათ თინეიჯერებს ფული? მასწავლებელო მაიკ, მგონი ყველა მიცის აქ რატომ სჭირდება თინეიჯერებს ფული. მასწავლებელო მაიკ, შოპინგისთვის, ახალი ტელეფონებისთვის და სალონებისთვის. ბევრი მაკიაჟისთვის. გოგოებო, ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს. მე აუცილებლად ლიტერატურას ვიყიდდი. ჩემი ფულით. მე ჩემ ფულს ვინახავ, რომ მანქანა ვიყიდო. კოსტა, ნუ იტყუები, მთელ ფულს კარინაზე ხარჯავ. დიმა, შენ სალათის ფერზე, ამიტომ გაჩვენდი, თან ფულს მე მთხოვ. მეგობრებო, მაკიაჟი, ახალი ტანსაცმელი, ახალი ტელეფონი, კარგია, მაგრამ მასწავლებელო მაქვს, თინეიჯერებს ფული იმისთვის სჭირდებათ, რომ ჩემ კაფეში შემოვიდნენ და რაც უნდათ ის იყიდონ. და ხურდა უნდა დაგვიტოვონ. ხო, ეგეც კარგია, მაგრამ ფული პირველ რიგში იმისთვის სჭირდებათ, რომ მისწავლონ თავიანთი ბიუჯეტის სწორად გადანაწილება. ბიუჯეტი? მასწავლებელო მაიკ, რას ამბობ? თინეიჯერები იმდენ ფულს ხარჯავენ, რამდენიც აქვთ. დიახ, მასწავლებელო მაიკ, გარეთ რომ გავდივარ, ყველაფერს ხარჯავ საერთოდ რაც გამაჩნია. ხო, და მე მირეკავ, ტიმურ ფული ჩამირიცხა, იმ დროს სახლში წასასვლელი ფულიც აღარ დამრჩა. მასწავლებელო მაიკ, თინეიჯერებს ბიუჯეტი არ აქვთ, ყველაფერს ხარჯავენ. მეგობრებო, თქვენ არასწორად იქცევით. ცხოვრებაში ყველაფერი უნდა დაგეგმოთ, მათ შორის ფულსაც როგორ დახარჯავთ. და დღეს ამას გასწავლით, როგორ უნდა დაგეგმოთ სწორად ფულის ხარჯვა. დიახ, მასწავლებელო მაიკ, და აუხსენით ის, რომ შეყვარებულზე ბევრი ფული უნდა დახარჯოს. პიცა რა პრობლემაა, ცოტას ვხარჯავ. ხო, ყოველთვის მეუბნები, რომ ფული არ გაქვს. რა, ამას დავიმახსოვრებ. მასწავლებელო მაიკ, პიცას აუხსენით, რომ თინეიჯერისგან ძვირიან საჩუქრებს არ უნდა ითხოვდეს. მოკლედ, მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა სწორ გეგმაზე და ხარჯვაზეა. ნასტია, მომისმინე. გერამ გიპასუხა? არა დიანა, არ მიპასუხა და მარკუსმა? ხო, არც მარკუსმა, რაღაც ძალიან უცნაურად იქცევიან ამ ბოლო დროს, ძალიან ცივად. ხო, მეც ეგრე მგონია და მგონი დღეს საერთოდ არ მოვლენ ჩვენთან სკოლაში. მომისმინეთ, შეგიძლიათ გაჩუნდეთ? ყველა ელაპარაკება მასწავლებელ მაიკს და თქვენც ისაუბრებთ, როცა თქვენი ჯერი მოვა. ლეილა, რაღაც ზედმეტი ხომ არ მოგდის ამ ბოლო დროს შენ? შენი ჯერი როცა მოვა, მოგისმენთ როგორ ხარჯავ ფულს და იქნებ ბევრი რამეც ვისწავლოთ. ხო, მომისმინეთ, ბევრს ისწავლით. კოსტა, მითხარი, რატომ უნდა დახარჯო მთელი ფული კარინაზე? სიყვარულის გამო მასწავლებელო მაიკ, მას ყველაფერს გავუკეთებ. კოსტა, ბიუჯეტი უნდა შექმნა და გახსოვდეს, რომ ბიუჯეტი ყველაფერია. მასწავლებელო მაიკ, ამის ახსნას აზრი არ აქვს, მაინც ყველაფერს კარინაზე დახარჯავს და შენთვის სესხებაზე. კოსტა, გაჩერდი, მე ნუ მარცხვენ. კარგი, თქვენ მერე დაგელაპარაკებით. სოფია, შენ რაზე ხარჯავ ფულს? მე ფული არ მაქვს. რანაირად? მასწავლებელო მაიკ, მთელ ფულს საჭმელზე ვხარჯავ. ხო, უსახლ კაროკატებს და ძაღლებს საჭმელს და შემდეგ ჩვენს მაკიაჟს იყენებს. უთხარით, რომ არასწორია. მეგობრებო, თქვენთან ძალიან ბევრი სამუშაოა, მაგრამ იმედი მაქვს ამ გაკვეთილის მერე ყველაფერს კარგად გაიგებთ. დიანა, არ მომწონს მასწავლებელი მაიკის გაკვეთილის თემა. ნასია, არ ვიცი, მასწავლებელი მაიკი დიდობისთვის გვამზადებს და ჩვენც მართლა მალე 18-ის ვიქნებით. მომისმინე რომეო, თავიდამანები არ მინდა რომ დიანას ურთიერთობებში ჩავერთო. მე ჩირლიდერების მეგობარი ვარ, ეს სხვანაირად როგორ აგიხსნა. კარგი მასკოტ, კიდევ ერთხელ გთხოვ, დიანას თავი როგორ მოვაწონო, სულ მასთან ხან რაღაც აუცილებლად გეცოდინება. რომეო, მართლა არ ვიცი და ჩემი თავი დამიბრუნე, უნდა წავიდე. მომისმინე, თუ არაფერს არ მეტყვი, თავის გარეშე მოგიწევს ვარჯიში. სიმღერა ხო არ ვუმღერო, ეგ მოეწონება. რომეო, რატომ არ გესმის, დიანას სხვანაირი ბიჭები მოწონს, უბრალოდ სხვანაირი. კარგი, გავიგებ როგორიც მოწონს, მაგრამ ამ საუბრის შესახებ არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს. გასაგებია, უკვე დამხალე რომეო. რა თქვი? შენზე არ ვიძახდი, არ გინდა გომბეშოებთან სცადო, უფრო მეტი შანსი გექნება. ეგ შენ ცადე, მე მარტო დიანა მინდა, გასაგებია? მაგ შეხედე ის გაკეთება შემიძლია. ვა, ძალიან მაგარი ხარ. ხო, მე ჩირლიდერიც ვარ. და მე თითქმის კალათბურთელიც ვარ. მაგ შენ საუკეთესო ხარ. შეხედე რას გავაკეთებ. მეგობრებო, ვიცი რომ ერთობით, მაგრამ მოდით ვარჯიში დავიწყოთ და ჩირლიდერების დაცვი აღარ გვინდა. ჩირლიდერებს მაინც არ ვადარდებთ. ტიმურ, რას გულისხმობ, აღარ დავცინოთ, იქამდე დავცინებთ, სანამ იმათთან ერთად იქნებიან. ტიმურ, დავიჯერო ახლა არ გადარდებს, რო კნოპა იმისთან ერთად არის. საერთოდ არ გადარდებს. არ მადარდებს, უკვე დავივიწყე ეს ყველაფერი. ახლა ვივარჯიშოთ. კარგი მეგობრებო, ვივარჯიშოთ. დრო გავიდა, კალათბურთელებო. ახლა ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ აქ, ამიტომ ადექით და გადით. ვა, ეს ვინა, მარკუსი? არა, მე ამოხეები არიან. შენ დიანას მოусმინე. დიანა, საერთოდ ვეღარ მცნობ.
სასაცილო არ არის, სმაილ, შენს ადგილას რომ ვიყო, ამ ხელა ამბავს არ ავტეხდი. ხო, ახალი შეყვარებულები იპოვეთ. იქნებ მერე მაინც დაწყნარდეთ. ვივარჯიშოთ. კალათბურთელებო, ჩვენია სპორტ დარბაზი, გადით აქედან. გოგოებო, მზად ხართ? კი. G A M A R J V E B A გამარჯვება. ბანი. აიღეთ თქვენი ბურთები. თქვენ თვითონ აიღეთ. წარმატებები გოგოებო. იცოდეთ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს. დამღალეს, გოგოებო, თავი არ შეიწუხოთ. გავაგრძელოთ უბრალოდ. G A M A R J V E B A გამარჯვება. ბანი მაგარია. ბანი საუკეთესოა. რას შევკვეთავთ? ონკანის წყალი. ხო, მეც ონკანის წყალი და საათისფერსაც. კარგი. დიმა, არ მესმის, ეს რას ნიშნავს? ეს ასე არ შევთანხმებულ ვართ, რა წყალი? საათისფერო მაიკმა გაკვეთილზე აგვახსნა, რომ ფული სწორად დახარჯვა უნდა ვისწავლოთ. ხო, და ტესტიც ჰქონდა და დიმამ ყველაზე მაღალი ფულა იყო. ამიტომ დღეიდან ფულს სწორად უნდა ხარჯავდეს. კარგი, გასაგებია, მაგრამ შეგვიძლია დონატი ან პატარა პიცის ნაჭერი მაინც შევუკვეთოთ. არა, საათისფერო დღეიდან მინიმალურად უნდა დავხარჯო. გასაგებია? თქვენ წყალი გინდათ? ხო, ონკანის წყალი. ბრობასტი, 2 პიცა მე. პიცა მე, მარწყვის მოჰიტო მინდა. კარგი. ჯული, ვერ გაიგონე, ფული სწორად უნდა დავხარჯოთ. ამიტომ დღეიდან ონკანის წყალი დავულიოთ. შენ ბეგ წყალი შევკვეთე ვინმე სხვისთვის, მე ჭამა მინდა. დღეს საუზმეც კი არ მიჭამია. წყალი გინდა. რას გულისხმობთ? ბლონდი, მასწავლებელმა მაიკმა ყველაფერი აგვიხსნა, ახლა ბიუჯეტი გვაქვს, გასაგებია. რა ბიუჯეტი? ჭამა გჭირდება, ძალა უნდა გქონდეს ვარჯიშისთვის. ბლონდი, ყველაფერი დავწერე შენთვის, გაჩვენებ. ხო, ბლონდი, ბიუჯეტი აუცილებელია, ამის გარეშე ფული არ გექნება. გოგოებო, უცნაურად იქცევით, რა გაკვეთილი გქონდათ? ეკონომიკა. აის ჩიზკეიკი და მილკშეიკი მინდა. პიცა მითხარი რეები შევკვეთეს, ამდენი ხანი რაში დაგჭირდა? ლუზერების გარდა ყველამ წყალი შევკვეთა. რა? მასწავლებელ მაიკს მოусმინეს. მოიცა, ესე იგი კაფეში არავინ აღარ შევკვეთავს? შეკვეთები არ ვიცი, მაგრამ ხურდას არავინ დაგვიტოვებს. პიცა, ეს კარგი არ არის. მეგობრებო, ნუ უსმენთ მასწავლებელ მაიკს, მე მომისმინეთ, ფულს თქვენ მაინც ვერ დაზოგავთ, ამიტომ რაზეც გინდათ, იმაზე დახარჯეთ. ის ფასდაკლებები გაქვთ? ეს გაიგე, დიმა, შენახვას აზრი არ აქვს. საათისფერო მასწავლებელმა მაიკმა თქვა, რომ სანამ რამეს იყიდი, ყველაზე დაბალი ფასი უნდა მოწებნო. ამაში ფასდაკლებები შედის. მე ეგეთი შეყვარებული არ მჭირდება. ხო, მიდი შევუკვეთეთ, გვაქვს ფასდაკლებები, ერთ პიცას თუ შევუკვეთავ, მეორე უფასოდ მოყვება. ჩუმად. აქ არავინ არ არის. აქ ფეხბურთს თამაშობენ. შენ მაქსი ხარ. აბა რას ფიქრობთ? მაგარია. ის ლურჯი კალათბურთელი რომელია? კიდე ერთი ყავთ. არ ვიცი, რამე ხوار დავახატოთ. ვა, ბიჭებო. ვა, მეგობრებო, გამარჯობა. ჩვენ გოგოებს ველოდებით, ხო არიცით სად არიან? თქვენი სკოლა ძალიან ჩუმია და მოსაწყენი. არა ბიჭებო, აქ ყოველთვის მხიარულებაა. ეგო, ესე გეკონოპასილოდები, ხო? აბა წარმოიდგინე, როგორ მოდის შენთან და გეუბნება, რომ დასრულებულები ხართ და ჩემთან ერთად ბრუნდება. რა, ვისთან ბრუნდება? ეგო, გაჩერდი, მეგობრები არიან. მეგობრებო, რა დაგემართა თქვენთან ერთად ფეხბურთი და კალათბურთი ვითამაშეთ? ხო, ჩვენ გვეგონა, რომ მეგობრები ვიყავით. მეგობრები? არა უშავს, თქვენი მიამბოხები მაინც არ გჭირდება. ხო, არ გჭირდებიან, გასაგებია? ისე ეგო, შენ კნოპას უთხარი, რომ როცა ვარჯიშობ ყოველთვის მე მომიყურებს. დაწნარდი, ამ წამს გითხრეს, რომ მიამბოხები არ ადარდებთ. მეგობრებო, ისე არ გითხრეს, გოგოები სად არიან? ალბათ დარბაზში არიან, წავიდეთ. ეს ტიმური არ მომწონს. ლეილა, ეს რა არის? ლუზერები გუნდში არ არიან, აქ რატომ არიან? რა უნდათ აქ? პროვოსტი, შენ არ იცი სიმღერა? არა, ვიმღერებ. გუნდში არ ვიყავით, ახლა ვართ. ხო, და გიჩვენებთ აირს. ყველა დაწყნარდით ლუზერები აქ, იმიტომ არიან, რომ ხმის სიძლიერე გჭირდება და გვაკლია და უნდა დაგვეხმარონ შეჯიბრისთვის. მე კონკურენტი არ მყავს, საუკეთესო ხმა მაქვს. და მე ძლიერი ხმა მაქვს. მეც ლეილა, ცდები? Jana, არ ვწდები, უბრალოდ მინდა რომ მოვიგოთ ეს შეჯიბრი. ამიტომ უნდა ავარჩიოთ ადამიანი, რომელიც ყველაზე მაღალი ხმით იმღერებს. ამიტომ ლუზერებო, მაჩვენეთ რამდენად ძლიერი ხმა გაქვთ. ჩვენ! არა, მე ვიქნები პირველი. ჯიჯი, გასაგებია, ბოლოში იქნები, აბა ჯული. რა, მე ძალიან მაგარი ხმა მაქვს. ჯიჯი, ბროასტი და მე გაგვიშვი? მოდი.
1 2 3 Прекрасная далёка, не будь ко мне жестоко, не будь ко мне жестоко, жестоко, не будь. თავდა არ ვიცი ამ ხმებით საერთოდ შევძლებთ თუ არა გასვლას ამ შეჯიბრზე რა არის ეს რას გულისხმობ დამთავრდა არა უშავს ახლა პროფესიონალები გიჩვენებთ გიწყებთ 1 2 3 Прекрасная далёка, не будь ко мне жестоко, не будь ко мне жестоко, жестоко, не будь. Прекрасная далёка, не будь ко мне жестоко, не будь ко мне жестоко, жестоко, не будь. I love you, love, 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 I love you. უკეთესია გაჩერდით აი ხმა რომელიც გჭირდება რა მაგარია გონი შემიყვარდა ჯული პროსტი ძალიან მაგარია არაფერი განსაკუთრებული ხო უკეთესად ვიზამ რომეო შენ ხარ ჩვენი იმედი რა იმედი აქ საერთოდ რა ხდება ყველა რატო გახართ ჩვენ ვღერით მომისმინე რომეო მოდი შევთანხმდეთ გთხოვ უნდა იყო ჩვენი წინამძღოლი შენ უნდა იმღერო შეჯიბრზე ძალიან გთხოვ დაგვეხმარე არა ამას არ გავაკეთებ მე მარტო სიყვარულზე ვმღერი რომეო უბრალოდ წარმოიდგინე მასწავლებელი მაიკი როგორ იამაყი იქნება შენით კარგად რომეო Прекрасная далёка, не будь ко мне жестоко, не будь ко мне жестоко, жестоко, не будь от чистого истока. კარგი, რადგან ძლიერი ხმა არ ყავს, უნდა ვივარჯიშოთ და უნდა მოვიგოთ. Прекрасная далёка, не будь ко мне жестоко. გამარჯვება ბანი საუკეთესოა ბანი მაგარია ბანი ჩვენ გამიმარჯვებს გამარჯვება ბანი მაგარია გოგოებო გამარჯვება ბოდიშით დავაგვიანე ვიცით მასკოტ მოვჭით ვარჯიშს სად იყავი თან ყოველთვის იმაზე წუწუნებ რომ არ ვარჯიშობთ იქნებ მასკოტი შეყვარებულია გოგოებო არა ეს რომეოა რომეო ისე დიანა გამოსვლას არ მაცლიდა სულ შენზე მეკითხებოდა თავი როგორ უნდა მოგაწონო საინტერესებდა მასკოტ უთხარი რომ შანსი არ აქვს თუ აქ დავამთავრეთ იქნებ კაფეში წავიდეთ ხო მასკოტ კარგად დამელოდეთ მე ამბოხეები ამ შეყურებულების მერე საერთოდ გაგიშდები კარგი სმაილ მორჩა გასაგებია მარკუს აბარაგაიგე დიანა ჩემი შეყურებულია მართალია ყოფილი მაგრამ მაინც შეყურებული ხო გასაგებია მეგობრებო არ დაიხალეთ ამ თამაშებით უბრალოდ დასხედით და რამე შეუკვეთეთ გიჟები სმაილ მარკუს კიდევ ერთხელ უთხარი რომ მე ამბოხეები ჩვენი გოგოები არიან გასაგებია მარკუს მე ამბოხეები ჩვენი გოგოები არიან და იქნებიან ხო ყველაფერი გასაგებია ახლა ვეთყვი დიანას რომ უნდა დავშორდეთ მარტო დავშორდეთ კი არა მარკუს უნდა გაიქცე დიანასგან უნდა გაიქცე მაგარია აი ეს 4 მოჰიტო და 4 ცხელი შოკოლადი გვინდა გაიქეცი მარკუს გაიქეცი და არასდროს აღარ დაბრუნდე მარკუს ყურადღება არ მიაქციო სმაილი სულელურად იქცევა არ დაიღალეთ კალათბურთელებო დაწყნარდი ხედავ დიანა მარკუსი რა მალე გაიქცა დანებდა დიანა შენი სიყვარულის გამო არც კი იჩხუბა ეგრევე დაგშორდა დიანა მე და შენ უნდა დავშორდეთ ბიჭებო არ ფიქრობთ რომ საკმარისია დიანა ხო არ დაველაპარაკო მარკუს დაწყნარდის სკოლაში პრობლემები არ გუჭირდება ხომ სპეციალურად აკეთებენ რომ ამ სკოლაში არ გადმოხვიდეთ გესმით ხო ტიმური საერთოდ არ მომწონს გინდა გითხრა დღეს რა მითხრა კნობა შენ რა ისევე გურთან ხარ ჯერ არ უთქომ სიმართლე მართლა ნერვებს მიშლიან კალათბურთელებო გაჩერდით მომისმინე მარკუს გაჩერდი კარგი მორჩა ამ ქერას დავილაპარაკები მარკუს არა კარგი მარკუს დავილაპარაკოთ ხო სმაილ დავილაპარაკოთ მარკუს სმაილ გაჩერდით არა მარკუს ჩემთან ლაპარაკი უნდა ამ დავილაპარაკებთ სმაილ მე ამ მოხეებზე აუხსენი ხო აუხსნი არა მე აგიხსნი მარკუს გაჩერდი დიმა ნახე ეს არის სიყვარული დიანა რა მოხდა არაფერი ეს შენი ბრალია არა შენი ბრალია დიანა რა მოხდა გოგოებო გაოცებული ვარ ეს რატომ გააკეთეს
ჯანდაბა არ მესმის სმაილი ასე რატო იქცეოდა საერთოდ მარკუსი რატო მივიდა შემდეგ სულელები ბავშვებო დაალაიქეთ ეს ვიდეო გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს კარგი ახლა უნდა წავიდე სხვა რა გზაა კარგად